გამარჯობა მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი ჩემს არს დაბრუნება. მე ვარ ლუკა მესტურში და დიახ. როგორც იქნა დაუბრუნდით ამ მანქანის პროექტს. ეს არის 1999 წლის Opel Astra 1.6 ლიტრი ეკოტეკის ძრავით. ეს ვიდეო ამ მანქანის აღდგენის უკვე მეორე ნაწილია. წინა ვიდეოში ჩვენ ამ მანქანას ფირი ავაძრეთ მთლიანად, აქ წინა ნაწილზე კაპოტზე და ბამპერზე არა გვიძვრა, იმიტომ რომ შესასვლელია დეფორმაციები აქვს მიღებული რაღაც მიზეზების გამო და ბარემ ახლებს ვიყიდით და ახლებსვე დავაყენებთ. მე ამ ვიდეოში ძალიან დიდ საქმეებს შევეჭდები, მთლიანი სალონა ამოვიღოთ მანქანიდან და აქ დავყაროთ ესე, სავარძლები ამოვყაროთ, ასევე ქეჩები ამოვიღოთ, მთლიანი პლასმასები ჩამოვხსნათ და ცარეთ ტიტულ ჟესტზე დავტოვოთ მანქანა და ვნახოთ თან იქ რამე სიურპრიზები ხომ არ დაგვხდება. თან შევამოწმეთ ქეჩების ქვეშ რამე ჯანგი ხომ არ არის. ერთ სიტყვით მეგირჩევთ რომ მოიმარგოთ პატარ-პატარა სასწნაოები, ასევე მოეწყოთ კომფორტულად, იმიტომ რომ წინ ძალიან რთულ, საინტერესო და დიდ სამუშაოებს შევეჭიდებით. სანამ საქმეებზე გადავიდოდეთ, თუ გინდათ რომ ხელი შემიწყოთ, მაშინ ახლავე გამოიწერეთ არქი, ასევე გააქტიურეთ ზარისგილაკი, რათა არ გამოტოვოთ შემდეგი უფრო ბევრად საინტერესო და უფრო რთული პროექტები, რომელსაც უკვე ნამდვილად რო გეგმავთ. თქვენ თითოეულ გამოწერას, ლაიქს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვისაც და ამ არქისთვისაც. კარგი, ახლა ბევრს აღარ ვისაუბრებ, აღარ მოგაწყენთ და გადავიდეთ საქმეზე. აბა დავიწყოთ. მოდი სალონის დაშლა დავიწყოთ აქეთ ამ მხრიდან და პირველ რიგში ამოვიღებთ რა თქმა უნდა სავარძლებს. აი ამ მთლიან სავარძლებს მხოლოდ ეს 2 ვოლტი იჭერს. დავუშვებთ ახლა ამათ. ეს 2 ვოლტი მოხსენით, აი ესე გამოიყურება. და დრო მოვიდა რომ ახლა ამოვიღოთ ჩვენი სავარძელი. გამოვიდა, ეხლა რემენს ჩავხსნით და ეგ არის. ამოვიღებთ მთლიან სავარძელს. ესაც მოხსენით. ეხლა კი მოდი ამოვიღოთ ჩვენი სავარძელი. ესე უკან გავწიოთ. ქვემოთ აი აქ აქვს კაბელები, რაც უნდა აუცილებლად ჩავხსნათ, თორე ისე ვერ ამოვიღებთ. განახოთ კარგად. აი ესე არის ჩვენი კაბელები შეერთებული. ლარიანი, გამოდიდრდით. ეს წვიწყები არ შეიმჩნიოთ, სწორედ იმისთვის ვშლით, რომ სულ გავასუფთავოთ მთელი მანქანა. კარგი, ახლა ჩავხსნათ ეს კაბელი, აი ესეთი 2 შტეკერია და ამოვიღოთ ჩვენი სიდენია. ჩავხსენით ჩვენი შტეკერები და სიდენიაც სრულიად ჩვენია. ეს ერთი სავარძელი წარმატებით ამოვიღეთ და ახლა გადავდეთ შემდეგზე, ანუ ძღოლის ხარისსაც ამოვიღოთ. სავარძელი ჩავხსენით, ახლა ჩავხსენით რემის ბოლტსაც და ამოვიღებთ ამ სავარძელსაც. აქაც ჩავხსნით ამ შტეკერებს და მოვრჩებით წინა 2 სავარძლის ამოღებას. აი ახლა ჩვენ ამოვიღებთ აი ამ სავარძლებს. ესაც მოხსენით. მოდი ახლა მეორეც მოხსნათ. მოხსენით, ესაც ცოტა კი ვიწვალეთ, მაგრამ არაფერი. მაინც ადვილად მოიხსნა. თავარია მექანიზმის მიხვდე როგორ იხსნება. მეგობრებო, ჩვენ ახლა უნდა ამოვიღოთ ეს გაიზბალნი, ცოტა ხანში ისედაც უნდა მოგვიღო, მაგრამ ახლა სავარძლების ამოღებაში ხელი შეგვიშალა, აი ეს 2 ვოლტი რომ არის, კლუს ვერ ვუყენებთ და ვერ ვხსნით ერთ სიტყვით, ახლა ვიმოხსნით ამ ბალონს. ვიწყებთ ბალონის ერთ-ერთი მთავარი 3-იანი ბოლტების მოხსნას.
So მეგობრებო ბალონი მოხსენით და მოვიღეთ მანქანიდან ფეხზე იმიტომ გვიყენია რომ როდესაც ბალონს ავსებ გაზით პროგრამაში მაშინ გზოვდება ზეთები და ფეხზე იმიტომ გვიყენია რომ მის დაგროვილი ზეთები ადვილად დაიცავოს. კი არ გეხუმრებოდით რომ გეუბნებოდით რომ მანქანას თავიდან ბოლომდე დავშილ დავაწყობთ მეთქი აგე? ბალონიც კი მოხსენით. ეხლა მოხსნით ამ სიდენიებსაც და ქეჩებსაც ამოვყრით. აი ეს უკანა ქეჩა. ნახეთ რა დღეშია უბრალოდ. რა ვიცი რა, საშინელ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა უნდა გავრეცხოთ ეს ყველაფერი. როგორც ნახეთ მეგობრებო, ფაქტობრივად თელსალონი დავშალეთ. ამოვიღეთ სავარძლები, ამოყარეთ ხალიჩები და ასევე მოვხსენით ტორპედო და პლასმასებიც. ანუ შეგინთ ხოლმე დავტოვეთ კაბელები, ტორპედო და საჭე. მაგრამ ხალიჩები რომ ამოვიღეთ, თორედ გაიყო, როგორც ნახეთ, უკანა მარჯვენა მხარეს სადაც ადამიანმა ფეხები უნდა დაალაგოს, იქ დაგვხვდა სიურპრიზი, აი უზარმაზარი ნახევრადი დაგვხვდა. რა თქმა უნდა, მაგას ესე არ დავტოვებ, ჩავაკერებთ ახალ რკინის ნაწერს, თავარი რაც არის, მთელი პოლი არ არის დამტვალი, ანუ არ ვიცი რატომ, მაგრამ მხოლოდ ეგ ადგილია ეგრე დამტვალი, დანარჩენი პოლი, ანუ მთლიანად საღია არაფერი არ სჭირს. ერთ სიტყვით მოგვიანებით ყველაფერს ერთიანად ეშველება. არაფერი არის საგანგაშო. მოკლედ ესეთ პატარა გეგმა მაქვს, სანამ ამ ყველაფერს გავერცხავდეთ, მოდით დავუმუშაოთ ბალონი, ერთ პირი შევღებოთ და სანამ იქ ის გაშრება, ჩვენ წავიდეთ და სავარძლები და ხალიჩები გავერცხოთ. კარგი, აბა დავიწყოთ, შევუდგეთ საქმეს. დაიცალა ჩვენი ბალონი, ეხლა ჩავხსნეთ აი აქედან. ესე. ავათევთ მაღლა ბეტონზე და გავაშლიფოკებთ. შემდეგ კი გავგრასკავთ. გავაშლიფოკებთ რა, გავაძრობთ ანუ ამ გრასკას. ეხლა ფრთხილად უნდა ჩამოვიწიო. სანაკ კრანი არ უნდა გავაფუჭო. ხომ რა ავაგოროთ. აი მოვიტანეთ ბალონი აქ ეს ზედა ჩაუწვით რათა ყველისგან არ დავიფაროთ საერთოდ. აი პირვადეთ ვიკეთია თავდაცვისათვის, ასევე შიტიც იქ არის გავიკეთებთ და შევუდგებით ახლა საქმეს. ეხლა ბარგალკას დავაყენეთ ჭკურკებიანი პირი, რომელიც ჩოთქებიან პირზე ბევრად სწრაფად გააცლის საღებავს. რომ ჩვენ გვაქვს კრაუნს ესეთი საშფოკებელი ხელსაწყო და ამით უნდა ვცადოთ ეხლა გააცლის თუ არა, იმიტომ რომ ბარგალკიც დავიღალე ნამდვილად ძალიან ძნელად აცლის. და ეს თამან ბევრად მაგრად უნდა იმუშაოს. კარგი, მოდი ვცადოთ აბა. ჩვენმა კრაუნს ხელსაწყომ არ გაამართლა, ბარგალკა უფრო ბევრად ცხარა აცლის ვიდრე ის და ამიტომ გადავედით ისევ ბარგალკაზე. აი ეს ის მხარეა, თავიდან რომ დავიწყეთ ჩოთქით გაპრიალება, ანუ პირდაპირ ეგრევე შკურკის გარეშე და ეხლა დავიწყებთ ანუ მაქსიმალურად რომ მთლად ესეც აღარ გავაპრიალებთ, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს წაიღებს და ეხლა ვეცდებით რომ მაქსიმალურად გავაპრიალოთ აი ამით და შემდეგ უცბად გადავუსვევთ ამას და ეგრევე გავკრასკავთ შემდეგ. ძალიან ბევრსაც აღარ ვიწვალებ. პირიქით უფრო პრიალა იქნება აქ შპაკლივით დარჩება ესენი. ანუ შპაკლი ალბათ არ ვიცი ეს თეთრი რა არის. მოდი შევუდგეთ ეხლა ჩვენს საქმიანობას. აი
ჩვენ ახლა უნდა გავერეცხოთ აი ეს ბალონი, რომელიც ტვერში არის თავიდან ბოლომდე დაფარული. ანუ ბალონი მაქსიმალურად გავაპრიალეთ, ეს თეთრები დავტოვეთ, იმიტომ რომ ავსებს თეთრები რა შპაკლია. ანუ ეს შპაკლი დავტოვეთ როგორც არის, ავსებს ერთ სიტყვით მიტატრიალა ბალონი და უკეთესია. კარგი, ახლა გავრეცხავთ, ამას დავმალავთ, ესე დავფარავთ. შიგნით აი აქ ეს ძირიც უნდა დავასრულოთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ტვერი არ იყოს ერთ სიტყვით როვივლით, მაინც ტვერი იქნება და კასკას გააფუჭებს. ჩვენ ახლა ისეთი ოთახი არ გვაქვს განკუთვნილი ამ საღებავებისთვის, რომ გამწოვები იყოს და ასე შემდეგ. რომელიც დამჯერეთ მალე გვექნება, მაგრამ ამჟამად არ გვაქვს. ერთ სიტყვით ძირს დავასრულებთ, იმიტომ რომ სიარულისას და შეღებვისას ტვერი არ აიგიდოს. ასევე აქ ცოტა მივნომავთ კედლებს, რომ ძალიან არ ტვერი არ ჩამოვიდეს, ძალიანაც არ დავასრულებთ, რომ მარილები არ გავხსნეს ამ კედლებსაც და ესეც არ გავაფუჭოთ. კარგი, შევდგეთ ახლა საქმიანობას. პირველ რიგში გავრეცხოთ ბალონი იდეალურად, რომ ჭუჭყიანი არ იყოს. თორე შემდეგში მე აზრდება ჩვენი საღებავი. ჩვენ ვიყიდეთ ესეთ კოჩი, რომელიც სპეციალურად არის ესე შეღებვისთვის განკუთვნილი, ანუ რომ შეფუთო რაღაცეები, ოდნავ შეუძლია მოუხვიოს, ანუ მოიღუნოს ერთ სიტყვით, მოხვევა შეუძლია. და ახლა ჩვენ უნდა შევფუთოთ აი ეს ადგილები, სადაც აწერია ციფრები და ბალონის მონაცემები. ჩვენ შევიდეთ ესეთი შავი საღებავი, ესეთი პულვერიზატორი, როგორც იცით, კომპრესორი არ მაქვს და ამიტომ მოგვიწევს ამით შევღებოთ. სანამ შევღებავდეთ, ან ტყუილად საღებავებში ეს ბურთულები რო ყრია ტყუილად არ არის, ფუნქციას ასრულებს, ანუ კარგად ურევს ერთ სიტყვით. და როცა იყიდით ხოლმე საღებავს, სანამ შეღებავდეთ ამას, მაშინ დაახლოებით 1-2 წუთი ესე ანტრევთ. სანამ ჩვენ ამას გავხსნით ბოლომდე, ჩვენი ბალონის გასწრება. ახლა დავასწრით გაშრობას და შემდეგ კიდევ რამდენიმე პირს შევღებავთ. მოვიდით სამრეცხაოში, კერხებით დავასრულეთ ჯერ სავარძლები, შემდეგ კაფი დავასხით და ახლა ვხეხავ ჩოთ. ახლა მაქსიმალურად უნდა ვეცადო, რომ იდეალურად გავარეცხო ჩვენი სავარძლები და კეჩებიც. აი მეგობრებო, როგორც იქნა ბოლომდე იდეალურად გავარცხეთ ჩვენი ხალიჩები და სავარძლები. ჯერ თავიდან დავასრულეთ, შემდეგ კაფი დავასხით, შემდეგ კარგად ჩოთქებით გავხეხეთ, დავასრულეთ, კიდე კაფი დავასხით და ერთ სიტყვით ესე იდეალურ დონემდე მივიყვანეთ. ანუ ბოლომდე გავასუფთავეთ, არაფერი ჭუჭყი აღარ აქვს საერთოდ. კარგი, ახლა მე დროს აღარ დავკარგავ, გადავალ ბალონის შეღებაზე, გავაგზავნებ ჩემს სამუშაოებს და ამასობაში ჩვენი სავარძლები და ხალიჩები გაშრება მზეზე. მოდი გავაგზავნოთ მუშაობა. აი ესე ვასუფთავოთ იმ ჩარჩოს, რადგან ბალონი უნდა დადგეს, სულ ესეთი ჟანგიანი იყო და უკვე გავასუფთავეთ. კარგი, ახლა ბარემ გავასუფთავოთ ბოლომდე და შემდეგ გავაგზავნოთ ბალონის შეღება. ამასობაშიც ბალონი შრება. გავრეცხეთ ესენიც და შევღებოთ ახლა. შევანწილოთ კარგად ჩვენი საღებავი. მოვთ თამარ შეღებავს, ახლა გადავიდეთ თამარ ჩარჩოზე. ახლა უნდა შევღებოთ აი ეს ჩარჩო, რაზეც ბალონი დგას. მოვთ ამ ჩარჩოს შეღებავსაც. აი ესე პრიალებს ჩვენი ერთჯერადად შეღებილი ბალონი, კიდევ რამდენიმეჯერ უნდა გადავალოს სხვა საღებავი, რომ უფრო მაგრად პრიალდეს და რა თქმა უნდა საღებავის სისქეც უფრო სქელი იყოს ერთ სიტყვით. ჩვენ ახლა გავრეცხავთ ამას წყლით, გვერდზე დავასრულებთ როგორც გულში ვიქენით, იმიტომ რომ მტვერი არ აიკიდოს. მოვიდა დრო რომ ახლა ეს ქოვით ამ ხარით შევღებოთ.
სო ეს ერთი პირის დავასხით და დავადოდებით ახლა გაშრობა, შემდეგ პირებს დავასხავთ გავგასვათ. კარგად. ეხლა მოვიდა დრო რომ კიდევ ზემოდან გადავატაროთ საღებავი, ეხლა გავრეცხავთ, გავამშალებთ და კიდევ ზემოდან გადავატარებთ საღებავს. რაც მთავარი ბაზა იყო, ერთი პირი გაიკრასკა, შეიღება და დანარჩენსაც ეხლა რაც უფრო მეც დავასხავთ, მით უფრო კარგი იქნება, უფრო სქელი იქნება, უფრო კარგად გაძლევს და უფრო პრიალა იქნება, რა თქმა უნდა. კარგი, შეუდგეთ საქმიანობას. ერთ სიტყვით მოვსთან ბალონის შეღებვა, სამ პირი გადავასხით საღებავი და სრულიად საკმარისია მე თუ მკითხავთ. მეტიც ნამდვილად რომ არ სჭირდება. ესეც ჩვენი ბალონის ჩარჩო, რომელიც ძალიან კარგად არის შეღებილი. ესეც იდეალურად შევღებეთ. ესეც აი ბალონის დამჭერები, ძალიან კარგად არის შეღებილი. აი კიდევ მეორე. ესაც მშვენივრად არის შეღებილი. მეგობრებო, ჩვენი ვიდეოს დასასრულს მივუახლოვ და რო გადავხედე, იმდენი რამე გავაკეთეთ, რომ გაოცებული დავრჩი. როგორც იცით, თლიანი სალონი დავშალეთ მანქანაში, ამოვიღეთ სავარძლები, ქეჩები და ასე შემდეგ, რომლებიც ყველაფერი შემდეგ კაპიტალურად გავრეცხეთ. მართალია გაშრობა ვერ მოასწრო, მაგრამ ამას ეშველება, რა თქმა უნდა. შემდეგ ამოვიღეთ ამ მანქანის 14 კუბიანი გაზის ბალონი, გავაშლიფოვკეთ და თავის ჩარჩოიანად შევღებეთ იდეალურად და ერთ სიტყვით ახალი სიცოცხლე მივანიჭეთ მას. ახლა კი მინდა ყველაზე მთავარზე გესაუბროთ, ვისაც არ გამოგიჩნდათ ეს ვიდეო და ბოლომდე უყურეთ. პირველ რიგში უღმეს მადლობას გიხდით და თქვენ ხართ ის ხალხი, ვისი იმედიც მაქვს იმ დიდ პროექტთან დაკავშირებით. როგორც იცით, 10000 გამომწერზე ავალ თუ არა, უნდა გავაცოცხლოთ ჩვენი ბებერი E34. შეიძლება ბევრმა იფიქროთ, რომ არაფერი ისეთიო, უბრალო E34-იაო, მაგრამ დამიჯერეთ, რომ გეგმები იმდენად მასშტაბური გვაქვს, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო პიცოტის პროექტი იქნება ეს. ამიტომ თუ გსურთ, რომ ხელი შეუწყოთ ამ პროექტს, მაშინ დააჭირეთ გამოწერას და ასევე ზარის ღილაკსაც. და რა თქმა უნდა, კომენტარების სახით დაფიქსირეთ თქვენი აზრი ამ მანქანის შესახებ და მოგეწონათ თუ არა ეს შედეგები. კიდევ ერთხელ უღმეს მადლობას გიხდით ერთგულობისთვის და ლაიქეთ ვიდეო და ჩვენი რა თქმა უნდა შევხვდებით შემდეგ უფრო ბევრად საინტერესო სერიებში. აბა დროებით.